ითქვეს, რომ პროცედურული ომისა და პროცედურული თამაშების წინაშე ვდგავართ, როდესაც საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას. მივყვეთ ქრონოლოგიურად სალომე ზურაბიშვილს 17 დღის წინ დაესხნენ თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამის შემდეგ მისმა ადვოკატმა ეკა ბესელია მიმართა მთავარ პროკურატურას განცხადებით, რომ დაწყებულიყო გამოძიება თავდასხმის საქმეზე. მთავარმა პროკურატურამ გადაამსამერთა ადვოკატი თბილისის პროკურატურაში, გუშინ ეკა ბესელია იმყოფებოდა თბილისის პროკურატურაში და გაარკვია, რომ საქმე გადასცეს გომელაურის უწყებას. თუმცა ამ დრომდე ორ კვირაზე მეტია სწორედ თავდასხმიდან გასული და არც ეკა ბესელიამ და არც სალომე ზურაბიშვილმა გომელაურის უწყებიდან არ იცის, დაკითხულები არიან თუ არა თავდამსხმელები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომელთა იდენტიფიცირებაც გავრცელებული კადრებიდან სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს და დაადგინეს, რომ ორი მათგანი, ერთი არის გიორგი წკრიალაშვილი და მეორე გიორგი ბერიძაშვილი, რომელიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან, არიან თუ არა გამოკითხულები. ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც საქმე საგამოძიებოდ გადაეცა, არ გამოუკითხავს თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი და გასულია უკვე 17 დღე თავდასხმიდან. ეს ყველაფერი ეკა ბესელიას უჩენს იმის დადასტურებას და იმის თქმის საფუძველს, რომ ქართული ოცნება თავდამსხმელებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ყველაფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრა მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილზე წინასწარ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული და შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან. არავინ ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოებიდან არ გამოჩენილა და არავის არ გაჩენია იმის სურვილი, რომ ფორმალურად უბრალოდ გამოეკითხა პრეზიდენტი, მიიღო ინფორმაცია, დაეკითხა ის პირები, ვინც იყვნენ თანხმლები და მათ შორის იდენტიფიცირებული ადამიანები არიან, რომელიც თქვენი ტელევიზიის მიერ უკვე ცნობილია მათი ვინაობა და არც მათთან დაკავშირებით არ ვიცით საერთოდ რაიმე ზომა არის თუ არა მიღებული. ეს ხო პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი, არ იყო ეს თვითორგანიზებული სპონტანური ვიღაც გაბრაზდა, ესე გამოხატა, ეს ხო არ არის შემთხვევა, რამაც მოყვა პოლიტიკური განცხადებები, რომელთაც ამართლებდნენ ამ თავდასხმას. ნუ ეს აჩვენებს და მათ შორის ეს უმოქმედობა აჩვენებს, რომ ეს ყოფილი წინასწარ იყო დაგეგმილი ეს თავდასხმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ და მე არ ვფიქრობ, რომ ესეთ ფაქტები უნდა მიიჩქმალოს და ეს კომფორტი კონდეს შესაბამის ორგანოებს, რომ რეაგირება არ გააკეთონ ამას. ახლა იურისტი ელოდება და ითხოვს პასუხს სწორედ გომელაურის უწყებიდან, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რატომ არ არიან დაკავებულები მოძალადეები და თავდამსხმელები და რატომ არ არის დაკითხული სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავდასხმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იყო გავრცელებული მასზე თავდასხმის კადრებიც, საქმის კურსში ჩააყენა დროულად საგამოძიებო უწყება, თუმცა ფორმალურად მას არანაირი განმარტება ან პასუხი საგამოძიებო უწყებებიდან არ მიუღია.